თუ თქვენ ამბობთ, რომ ფული არ გაქვთ, გინდა თქვენ სახლში აღმოგაჩენინოთ რამდენიმე ათასი, შეიძლება რამდენიმე ათეული ათასი ლარიც. არა, ჯადოქარი ან შარლატანი არ ვარ, უბრალოდ ექსპერიმენტი მინდა შემოგთავაზოთ, მათ ვინც ფიქრობთ, რომ ფული არ გაქვთ. სახლში რა თქმა უნდა გაქვთ ბევრი ნივთი. ადექით აიღეთ პასტა და ფურცელი, უკეთესი იქნება ლეპტოპი და ექსელის ცხრილის გაკეთება და ჩამოწერეთ უსარგებლო ნივთები, რაცაც დაინახავთ სახლში. აი ისეთები, რომ იყიდეთ და პრინციპში რომ არ გეყიდათ, არაფერი დაგაკლდებოდათ, ან საერთოდ რომ არ იყენებთ ეგეთი ნივთები და დაახლოებით გაიხსენეთ რა გადაიხადეთ და მიუწერეთ ფასი. ოღონდ გულწრფელები იყავით საკუთარ თავთან. კი, ნუ გაიმართლებთ თავს რაღაც ეს იმიტომ არ მაცვია, სად ჩავიცვა ან რამე ეგეთი. თამამად მიანიჭეთ უსარგებლო ნივთის სტატუსი და აღრიცხეთ. რომ დაასრულებთ მიხვდებით რამდენი ფული გაქვთ გადაყრილი. დამიჯერეთ გაოცდებით. ციფრი იქნება დიდი, აი ისეთი დიდი, რომ ვერც კი წარმოგიდგენიათ, თუ ამდენი ფული ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ადამიანი ძუნწი არ უნდა იყო, მაგრამ დამიჯერეთ სიძუნწესა და ფულის სწორ ხარჯვას შორის დიდი განსხვავება არის. თუ გააკეთეთ ექსპერიმენტი, დაწერეთ კომენტარებში რა ციფრი მიიღეთ. ამ ექსპერიმენტის შემდეგ თქვენ მინიმუმ უფრო მეტად დაფიქრდებით რაიმე ნივთის ყიდვის დროს და ბევრ ფულს დაზოგავთ.